რინგზე პირველები შემოდიან დუელანტები მერაბის გუნდიდან. Ოცი წლის ინგა ბათუმიდან ჩამოვიდა ახალი ხმის დასაპყრობად. ბრმა კასტინგზე მისმა ნამღერმა მერაბი მოხიბლა. ბრავო ამ შოუს ხელმძღვანელობას რომ ესეთი მაგარი ხალხი იპოვა რა. ბრავო. რინგზე ის მოწინააღმდეგის ნოკაუტში ჩასაგდებად მოვიდა. ანი ბრმა კასტინგზე მოვიდა ერთი ოცნებით. მის ოჯახს ეამაყა მისით. რინგი გადაწყვეტს ანის ოცნებას. კიდევ ერთხელ საღამე. თავი რა არის რომ თქვენი დამოკიდებულება, ყველას ვეუბნები ამას და თქვენს ახალ შემთხვევაში თქვენი დამოკიდებულება თქვენი მე არ დაკარგოთ რა. იცით ეს სიმღერა და მე ვფიქრობ მოგეწონებათ. Give me one reason. და ამბობ თქვენი იცით ახლა და მეც თქვენთან ერთად შევხვდებით რეპეტიციაზე, ასე რომ? მადლობა. ინგა და ანიც ძალიან განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ მათ ჩემის აზრით მუსიკასთან, ცოტა განსხვავებული, თუმცა ხა ძირითადად ახალგაზრდები პრინციპში ერთ და იგივე ძირითადად ერთ და იგივე მიმართულების მუსიკას უსმენენ, რაც შეეხება პოპ მუსიკას. მაგრამ მაინც თავისი ხედვა აქვს ორივეს და თავის ხელწერა, იმიტომ რომ ეს ჩანს კიდევაც აი სიმღერაში ნახავთ თქვენ. შემიყვარდა მერაბ სეფაშვილი, მიყვარს ძალიან, გიჟდები. არჩეულებრივი ადამიანია. იმიტომ რომ ძალიან თბილია და არ მეგონა თუ ესეთი თბილი კაცი იყო მართლა, არ ვიცნობდი, რა თქმა უნდა. და ძალიან შემიყვარდა. გავიხადო? ახლა რთულია მაგრამ. იმის ნახევარია რაც უნდა იყოს. მა უნდა. კაია. გავიარო კიდე? არა, ყელი გვეტკინა. დაგვეღალა. რინგის დროს როცა დაგვეწყვილო მერაბმა, ცოტა, გამიკვირდა, იმიტომ რომ სხვანაირი გემოვნება გვაქვს მე და ინგას. მე სხვაგან ვარ, ის სხვაგან არის, მაგრამ დუეტი გამოვიდა სხაპარი. შემდეგ ძალიან შევეწყვეთ ერთმანეთს, ჩემი აზრით და კარგი სიმღერა გამოვიდა საკმაოდ. როგორც მომღერალი, ინგა მთვლი რომ ძალიან ნიჭიერი გოგოა, ძალიან კარგი ტემბრი აქვს და ძალიან მომწონს. ეს მშვიდიანი, როცა რეპეტიციებზე ვაგვიანებ, ესეთი ძალიან აგრესიული სახით ხდება ხოლმე. კამათობ, მაგრამ მალევე ვრიგდებით რა. გაიგე? კი არ უნდა იღადაო, აი როგორ რასაც ღადაო, ის არის სიმართლე, რო იცოდე რა. გამიგე? ეხა მე არ ვიცი რა, ხო არ გწყინთ არა რომ თან რაღაცებს. თქვენგან არაფერი გწყინს. არა, ჩემგან რო არ გწყინთ გადლობს, მაგრამ თქვენთვის მინდა მეტი. რაც უფრო მეტი კრიტიკა. იცი რა, აი შენ აი როგორ ვქვია, იცი? იქ ახარ სადაც უნდა იყო რა. თუ გამოხვალ მეც უკეთესია. შენ იქ ხარ, მაგრამ გეძინება რა. ნამდვილი რინგი რა იყოს მოუგებდი, ნამდვილად ხელთათვანები და აი მუსიკალურ პროექტს რაც შეეხება, ანუ არ ვიცი. რინგზე ვიბრძოლებ, იმიტომ რომ რინგია და ანის ნოკაუტში ჩავაგდებ. საკმაოდ ძლიერია და ნუ იქ გადაწყდება ალბათ ყველაფერი, ვინ როგორ მიმღერებს და ვინ როგორ წარმოაჩენს საკუთარ თავს. გამარჯვება ჩემთვის მნიშვნელოვანია რინგზე, მართლა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიწვალე რომ აქამდე მოსულიყავი. საბრძოლო განწყობით მოემართება ანია სათიანი. არანაკლებად საბრძოლო განწყობით მოემართება ინგა გოგრაჭაძე. რა კაი გოგოები არიან. ლამაზი გოგოების რინგი იწყება. Reason to say yeah, and I turn right back around. Yeah. Give me one reason to say yeah, and I
said I don't wanna leave you lonely. You gotta make me change my mind. Oh, yeah, give me all the reason to stay, and I'll turn the back around. Give me all the reason to stay, and I'll turn the back around. Yeah, I'll never leave you lonely. You gotta make me change my გარდა იმისა, რომ ძალიან კარგი დუეტი იყო და კარგი ნამღერი, ძალიან ლამაზები ხართ ორივე, არ ვიცი, მე რა როგორ უნდა გააკეთოთ არჩევანი. მანამ თქვენ მოიფიქრებთ, მე დანარჩენ მწვრთნელებს მინდა ვკითხო აზრი. ძალიან აჯობი გადაწყვეტილება რა? ძალიან მაგარი გოგოები არიან ორივე, მე ინგას მხარეს ვიხრები. სტეფანი, შენი აზრით საინტერესოა. რადგანაც შოუა, მადლობა ისევ ესეთი თანაბარი ძალებისთვის. ანი. მე რა არ გიკეთებ ძალით. იცი შენ ეს. რო რაღაცა ან სოლიდარობა ან რაღაც ხო ხვდებით ორივე ძალიან მომწონს აი ძალიან მაგრები არიან შენი გადასაწყვეტია ამ შემთხვევაში ანგარიში გათანაბრდა ნამდვილად მერაბის გადასაწყვეტია თუმცა დათო როგორც მივხვდი გათანაბრდა ანგარიში მერაბ დროა მიიღო გადაწყვეტილება სართულია აქედან გამომდინარე მოდი ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყოველთვის ისეთი პრაგმატული გადაწყვეტილებები რომელიც რეალურად ახლა საქმეს დაჭირდება იმიტომ რომ ორივე ძალიან მიყვარს მე ორივე ძალიან კარგია ორივე განსხვავებულია სხვა შორის და ვინაიდან ახლა ჩემმა კოლეგებმა ესეთი ასევე თავისი განსხვავებული მოსაზრებები შემომთავაზეს ამისთვის დიდი მადლობა მაგრამ მე ვფიქრობ რომ ჩემი გუნდისთვის და მიჭირს ამის თქმა შოუსთვის მე დავიტოვებდი ანის ხოდ გავაცილოთ მანერულად უფრო სწორად ინგამღეროდა, მაგრამ მე კიდევ ვიძახი, იმიტომ რომ ეს არის შოუ, ეს უნდა გაგრძელდეს და ამ გუნდს დაჭირდებოდა ანის სახე ამ შემთხვევაში, თორე ინგა, მინდა ვთქვა, არის არაჩვეულებრივად კარგი გოგო და კარგი მომღერალი ნამდვილად. ხოდ გავამხნევოთ ინგა გოგრაჭაძე. და მე ვფიქრობ, ჩვენი მეგობრობა უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ შემოქმედებით მეგობრობას გულისხმობ, იმიტომ რომ ესეთი გოგოები არ არიან დასაკარგები. შენ მაინც უნივერსკლავი ხარ.
არ ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად, იმიტომ არ ვამბობ, რომ ეხლა მე ძლიერი ვარ და ანი არ არის ძლიერი, მაგრამ უფრო მეტი შანსები კი მქონდა რა, ჩემი ხვიდან გამომდინარე. ანი ჩემზე უკეთესი ხმით ნამდვილად არისო, ამას ხომაღლა ვიძახი, იმიტომ რომ ანიზე განსაკუთრებული ხმა მაქვს ნამდვილად. ამ შემთხვევაში ალბათ არ ვიცი, ალბათ შოუსთვის ჭირდებათ, არ ვიცი. მართლა არ ვიცი და ძალიან გამიკვირდა, გაოგნებული ვარ.